საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება გამოყენების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში ქუთაისი ალპანა მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას შპს BP ტრანსის 100%-იანი წილის მფლობელი პირი ამავე კომპანიის დირექტორის და კომპანიის თანამშრომლის დახმარებით აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების დახმარებით მათთან ერთად ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა გამოყენების გზით მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას 4,184,259 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. კომპანიის მფლობელს ბრალდება დაუსწრებლად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა გამოყენების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახე და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე კომპანიის დირექტორს და კომპანიის თანამშრომელს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გამოყენების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახე და ზომად ასევე 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გენერალური პროკურატურა ბრალდებულთათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხევლობაში მყოფი სხვა შესაძლო პირების იდენტიფიცირების მიზნით. საქართველოს პროკურატურა აგრძელებს კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლას და მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას. მოუწოდებთ ყველას, ვინც ფლობს ინფორმაციას კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, მოგვაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია და ითანამშრომლონ სამართალდამცავ სტრუქტურებთან.